ჩვენ რომ გვინახავს სასწაულები მაგალითად იგივე სახარებაში ჯვარცმული ავაზაკი ხო სასწაული იყო. კაცი მთელი ცხოვრება არ ღვევდა იმ კანონს. მაგრამ სიკვდილის წინ ქრისტე შეიცნო. დიახაც იქ სასწაული მოხდა. მაგრამ ნახეთ რა საოცრება არის მომაკვდავში მან ღმერთი შეიცნო. მაგრამ ის ხომ მანამდე ქრისტიანი არ ყოფილა. ხოლო ჩვენ ქრისტიანი ერი ვართ. ჩვენ საერთოდ ეკლესიის ორგანული ნაწილი ვართ. ჩვენ ვიცით რომ იესო ქრისტე ღმერთია. ჩვენ მის სისხლსა და ხორცს ვეზიარებით. ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია რომ უცებ არ ვიცოდი და გავიგე უცებ და ჩემს გულს რაღაც მადლი შეეხო და დავინახე. შენახებია ჩვენს გულზე მადლი უკვე. ჩვენმა გულმა რეაგირება მოახდინა ამ მადლზე. მოვედით ეკლესიაში. და პავლე მოციქული ამბობს რომ როცა მოექცევა ადამიანი, რომ მოექცევა, მოექცა და ქრისტე რო ღმერთია ეს რო იცი. და ეკლესიაში რომ მოხვედი. და მე რომ ზურგში აქცევ. და პავლე მოციქული ხო კითხვას ასვავს რომ და სვერპლი ხო შეიწირა უკვე შენთვის. ანუ ღმერთი მოკვდა შენთვის. შენ ეს მიიღე, მადლობა ღმერთს. ღმერთი მოკვდა შენთვის. მე ეს მივიღე. გახარებული მოვედი. და მე უკარო მივდივარ. რაღა უნდა მოხდეს ახლა? ანუ რა უნდა მოხდეს? ხო მოხდა უკვე და მე ეს მივიღე, მაგრამ ზურგი შევაქციე და ახლა რაღა უნდა მოხდეს? კიდე ხო არ მოკვდება შენთვის ღმერთი? ხო მოკვდა კაცო, ანუ ხო მოხდა ესა და რაღა უნდა მოხდეს და პავლე მოციქულის სიტყვები აი ამ რაღა უნდა მოხდეს ამ კითხვაზე არის საშინელი, იცით ეს სიტყვები თქვენ. რჩება რაღაც საზარელი მოლოდინი რაღაცა საშინელებისა, რომელიც ადამიანის კისერზე მოიწევს ამ დროს. იმიტომ რომ მან უარყო ის ღმერთი, რომელიც ირწმუნა. განკაცებული ღმერთი, გესმით? ეს წმინდა წერილის სიტყვებია. ამიტომაც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ესე იგი ჩვენი რწმენა არ უგულებელს ყო და ესე იგი რა უარი არ ვთქვა.